მოდი პირდაპირ გითხრავ და ძალიან გულსხველი პასუხი მითხარი, ხო? ევთანაზიის მომხრე თუ ხარ? ესეთი მარტივი სათქმელი არ არის ეს. თუმცა მე მქონია პრაქტიკაში, სადაც ვისწავლე პრაქტიკულად ნეონატოლოგია იმ ქვეყანაში, ჩვენ ამას ასე ვთქვათ, არჩევანი საშუალებას ვაძლევდით მშობელს. მე მახსოვს პირველად რომ დავესწარი ამ შემთხვევას, ჩემთვის ეს სრული შოკი იყო, მე არაფერი მსგავსი საქართველოში ნანახი არ მქონდა. და მაშინ უთხრეს მშობლებს, აუხსნეს მდგომარეობა და შესთავაზეს, რომ არის საშუალება, რომ ჩვენ ეს არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება და გამოსავალი იქნება აუცილებლად ცუდი, მაგრამ ჩვენ შეიძლება ეს პატივი ვცევთ პატარას და აბსოლუტურად უმტკივნეულოდ დასრულდეს მისთვის და მათ აძლევენ თქვათ ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, მაგრამ ისინი არ არიან, აი როგორ მინდა იცი ეს დავანახო ხოლმე, არ არიან მარტო მშობლები ამ ამბავში. ექიმს აქ ძალიან დიდი როლი აქვს, იმიტომ რომ ძალიან ჩართულია ამბავში და ამ სიმძიმეს ექიმიც იღებს თავის თავზე. ეს არ მინდა ისე ჩანდეს, რომ მშობელი წყვეტს, რომ დავამთავრებ ჩემი შვილის სიცოცხლეს რა. ანუ ექიმი აძლევს მათ აბსოლუტურ ინფორმაციას სრულფასოვან ინფორმაციას და აძლევს ამას დადასტურებულს, მტკიცებულებებით, ასე ვთქვათ, გამყარებულს და ყოფილა. ესეთი შემთხვევები ხარ რომ ვთქვა რომ ჩვენ ძალიან ხშირად გქონდა, არა, მაგრამ ქონია ესეთი შემთხვევები ამერიკის შეერთებულ შტატებში, არასოდეს საქართველოში ნამდვილად.